და წერონის ფერდობიდან მუხრანის ველზე დავეშვებით, არ შეიძლება შეუმჩნეველი დაგვრჩეს სარკინეთის ქედის ყურეზე მდგარი, კარგად შემონახული მტკვრის ციხე. სწორედ ეს ციხე აქცია მაშინ ბაგრატ მუხრან-ბატონმა ავგიორგის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმად. ავგიორგი ხედავდა, რომ მისი რეალური მოწინააღმდეგე ბაგრატ მუხრან-ბატონი იყო, ამიტომ 1512 წელს ქართლში შემოიჭრა და ბაგრატი მტკვრის ციხეში მოიმწყვდია. ალყა დიდხანს გაგრძელდა. ციხიდან ჩამიჩუმე აღარ ისმოდა. არ შეიძლება ამდენ ხანს საკვები ყოფნიდეთ მეციხოვნეებს. მართალს ამბობ მეფეო. რახანია ჩამიჩუმი არ ისმის ციხიდან. ალბათ დამშეულები არიან. აიღეთ ეს ღვინით სავსე დოქი და ციხეში აიტანეთ. ჩემგან მიართვით ბაგრატს. იოთამ, რა მოახსენო მეფეო? უთხარი, მეფის შვილი ბრძანდები და რახანია შენს ყელში ღვინო არ გადასულა და მიირთვითქო. და სანამ შიმშილით სული გაძრობია, თავისი ხელით ჩამომიტანოს ციხის სკალიტეები. თუ სიცოცხლე გინდა, მუხლზე მემთხოვნთქო. დახევი. ეს ამბავი 1000 ლეგენდისა თუ გადმოცემის სახით შემორჩა, მაგრამ წყაროების მიხედვით დაახლოებით ასე იყო. ავგიორგის ელჩი ციხის იმ დარბაზში შეიყვანეს, სადაც მუხრან-ბატონი ალყაში ყოფნის მოწყენილობას კლავდა ღვინოში. ჩოლოყაშვილიც მობრძანებულა. მოსულის ყურადღება იმანაც მიიქცია, რომ ციხეში არავის შიოდა. რაო? ციხე დათმეთ, სანამ შიმშილით არ ამომსტარხართო. პირიქით, ავგიორგისგან გამოგზავნილ ღვინოსაც კი წაეტარა მუხრან-ბატონი. მოიდა, დამისხი. კახურს მართლაც ანატრებული ვარ. არ დაანებეს და შეუმოწმეს, ემანთ მოწამლული არ იყოსო. ჩვენებური მუხრანული მიართვით. ჩოლოყაშვილს. კეთილი იყოს შენი მობრძანება. ხომშვიდობა.
საბოლოოდ აზნაურმა ბრძანება მიიღო და ციხის აუზში ყველაზე დიდი ორაგულის დაჭერას შეუდგა. იცი რას გეტყვი იოთა? ეს ორაგული შენს ძვირფას მეფეს წაუღე და ასე გადაეცი ჩემგან. ამდენი ხანი აქ სანზე დგახარ და ორაგული არ გექნება მირთმეული თქო. რომ მირთმე მერე შინ წადი, თორემ იმდენ ხანს მოგიწევს აქ დგომა. შეიძლება ჭაღარას შემოგერიოს თქო. ცოცხალმა ორაგულმა ავგიორგის ისედაც ცუდი გუნება მთლად წაუხდინა. მტკვრის ციხეს ალყა მოხსნა და კახეთში გაბრუნდა.